შესაბამისად ცვლილებები ესაჭიროება სწორი მიდგომა იმისა, რომ ქუთაისლება უნდა ერჩიონ ადამიანი, რომელიც ამ ქალაქს გამოიყვანს ამ უმძიმესი მდგომარეობისაგან და ამ კიდევ ერთხელ მომონ ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულების პირობებში ადგილზე კიდევ არ დაამატებს უფრო უარეს რაღაც პრობლემებს და შესაბამისად ქუთაის არ მიიყვანს კატასტროფამდე. ქუთაისში ოპოზიციური პარტიების, კონკრეტულად კი ევროპული საქართველოს ლეიბორისტებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ მათ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. მოთხოვნის მიზეზად პოლიტიკოსები ქალაქის თავის არაკომპეტენტურობას ასახელებენ და მას კორუფციაში ადანაშაულებენ. კიდევ ერთი მთავარი ბრალდება ოპოზიციის მხრიდან ქალაქის საპარლამენტო სტატუსის დაკარგვა. თანხმდებით რა რომ ქალაქ ქუთაისის მერის მოღვაწეობის ყოველი დღე ამ ქალაქში არის დანაშაული და ვითხოვთ მის გადადგომას. ქალაქს, რომელსაც სავიზიტო ბარათად ჰქონდა მისი საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, მისი მოღვაწეობის პერიოდში დაკარგა ეს სტატუსი და შეიძინა ახალი სტატუსი, როგორიცაა ბრიყვი და კომიკური პერსონის სახით. ქალაქ ქუთაისის მერმა ვერც ერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო, მათი დიდი ნაწილი ერთადერთი რაც დაიწყო ეს იყო თეთრი ხიდი და თეთრი ხიდი არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება 509 მილიონ ლარამდე გამოყო ბიუჯეტიდან და შემდგომ ეს ხიდი დააზიანო ისტორიული ხიდი და უფრო მეტიც ეს მამნელობა წელსაც გაგრძელდება, თუ ბატონი ჭიღვარია დარჩა საკუთარ თანამდებობაზე. ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაში არის, ვერც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი სკანდალის გარეშე ვერ ხორციელდება ამ ქალაქში, კორუფცია ყვავის და ამასთან ერთად ყველაზე მტკივნეული საკითხი ბატონი ჭიღვარია თავის გუნდთან ერთად დაანონსებდა, რომ ის იქნებოდა პარლამენტის იდეის და ქუთაისში პარლამენტის დატოვების საკითხის ირგვლივ კონსოლიდირებული თავის ქართული ოცნების ქუთაისის ორგანიზაციასთან ერთად. ესეც აღმოჩნდა ბლეფი. ოპოზიციის მოთხოვნას და ბრალდებებს ქუთაისის მერი გამოეხმაურა. ჭიღვარიას განცხადებით ქალაქის სწორი მიმართულებით ვითარდება და ოპოზიცია სწორედ ეს აღიზიანებს. ჩვენს ორი გზით მივდივართ, ისინი ხედავენ ამას და რეალურად არ აწყობთ, იმიტომ რომ მათ არ ტკივათ ჩვენი ქალაქი. ჩვენ 2018 წელს 151 ობიექტი დავასრულეთ, შემოდგომაზე კიდევ წამოვიღეთ რეგიონალური განვითარების ფონდიდან დამატებითი თანხა. ეხლა მიმდინარეობს სამ ქუჩაზე რეაბილიტაცია და წარმატებულად მიმდინარეობს სამივე პროექტი. გვაქვს სერიოზული გეგმები უკვე 2019-ისათვის. ძალიან მალე გვექნება წარმატებული ქალაქი და ყველას უსურვებ, რომ ამ წარმატებულ ქალაქში ბედნიერად იცხოვროს. ერთი მთავრობა არ მოვა ჩვენთვის ამაში ვარ დარწმუნებული. ოპოზიციის მოთხოვნასთან ერთად ნეგატივი დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ხალხი. ჩვენს მიერ გამოკითხულ ქუთაისელთა უმეტესობა საკითხით დაინტერესებული სულაც არ აღმოჩნდა. უნდა ჩატარდეს რიგ გარეშე არჩევნები? არა. რატომ? რატო კარგი ადამიანია? უნდა გადადგეს ქალაქის მერი, უნდა ჩატარდეს რიგ გარეშე არჩევნები. არ ვიცი, ხალბატონი. არ მომიფიქრებია, მაგაზე არ დაფიქრები. გიორგი ჭიღვარიას. აპოლიტიკური ვარ. მაინც რას ვფიქრობ? აპოლიტიკური ვარ. დააქებენ ყველა ამბობს, კარგი ბიჭი არისო და მე პირადად შეხება არ მქონია რანაირად და არც გონია წინა რო იყო, იმაზე ვარისი არ არის ყოველ შემთხვევაში. ვერაფერს ვერ ვიტყვი. არჩევნები პროცესები თქვათ სამუშაოებით როგორ შეაფასებთ? როგორ და დაიწყეს ეს წყალგაყვანილობის გაკეთება მაგალითად საღორიაზე. პირველი არჩევნებზე თქვეს არ გააკეთეს, მეორეზე თქვეს არ გააკეთეს. ესე იგი შეპირება დარჩა. მინახია რომ ვიღაცა პროტესტით გამოდიოდეს ან სიტყვით გამოდიოს. ფერი არის ის არ ვიცი. ყრუ ქალაქია, აი, ჭაობი. როგორც იყო ისე. ზამის მე რა შემისახია მაგ. მე კი ბატონო. მე არ შემკითხვიდან არ შეხევარ ძარშიმაზე. ჯერ პატარა ხომ დავაცადოთ, მაინც ისე მაინც გააკეთებ საქმეს. ვაცადოთ ჯერ. ვაცადოთ. და რო არ გააკეთოს? გადადგომა სულ შეიძლება, მე რეგაცო. რიგ გარეშე არჩევნების ჩატარება. დიდი სიამოვნებით დავთანხმებოდი, რომ უნდა გადადგეს. რატომ უნდა გადადგეს? რატო ქუთაისი ქალაქს გავს? ახლა რაც საერთოდ მდგომარეობა, ის მდგომარეობა ქუთაისში და სხვა. რა ვიცი, იქნება უნდა გამოკეთეს ყველაფერი. უნდა შეიცვალოს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოთმინება და ყველაფერი იქნება. მას ითხოვს, უნდა ჩატარდეს რიგ გარეშე არჩევნები. მე უკეთესი მოვა თუ რა იქნება, ეს. უნდა შეიცვალოს საერთოდ Saerton, 'მდგომარეობა და ვინა გამხსარი და იგი მაგასთან ამიშრობა.
უნდა მიხედონ ხალხს, უნდა დააცადონ ერთმანეთს, არ შეიძლება ქართველები ვართ, სირცხვილია. ანუ არ მოვა უკეთესი? არ ვიცი, ნახოთ. ზემოდან თუ არ დააცალეს ვერ მოვა. არ მოვა კი ვერ მოვა. ვისტეკიცება დღეს პოლიტიკური ხალხის კეთილდღეობა. ვინ ძრონავს მაგაზე და ვინა მაგის პასუხებელი? ყველა თავის ჯიბისთვის. ანუ არ ეთანხმებით ამ მოთხოვნას? ჩემთვის მაინც არავინ არ იქნება, ვიზედა სულ ერთი არავინ კუჭაში არუს ვერავინ არ მიშლის და თუ საჭიროა გადაადგეს, რა ვიცი, ახლა ჩვენ მიგეკითხება რამეს. საჭირო თუ იჭრებ ამას? არ ვიცი, არ ვიცნობ. არაფერს არ ვფიქრობ მე არც ერთ. ვითარი თავრობა აღარ მაინტერესებს, ისემა გული გატეხილი და საერთოდ არ ვკითხულობ არავის ამბავს. არ უნდა რატომ უნდა გადადგეს? არასრულებს მის მოვალეობას. ყველა ასრულებს მის მოვალეობას. სახელმწიფო მოხალე. ოპოზიცია თვითონ არის როგორც სააკაშვილმა გააგდო ყველა ისე გასაყრია. სამეიყვანს დაყავდეთ მიშაიგე. გოგია. გადადგეს ქუთაისის მერი, ესა ოპოზიცია. არა, ძალიან კარგი ადამიანი, აი რა ვიცი, თუ ვინმეს რამე დაჭირდა, მე მგონი ყველას გაუმართა ხელი ჩემი აზრით და მე პირადად დამეხმარა ძალიან. ჩვენ შევეცდებით ეს კონსულტაციები უფრო ფართო წრე მოიცვას, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან ოპოზიცია კი დანებებას არ გეკნავს. პარტიების წარმომადგენელთა განმარტებით მათ უკვე მიმართეს ქართული ოცნების ოფის ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით. ამის მიზეზად ისინი საკრებულოს უმოქმედობას ასახელებენ. თუმცა დადებითი გამოხმაურების იმედი არ გვაქვს აცხადებენ ისინი და შესაბამისად საომავლო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებისათვის დისკუსიების მოწყობას გეგმავენ. მოუწოდებთ სხვა პარტიებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეუერთდნენ ჩვენს კოალიციას, აცხადებენ ისინი. თამარ ქავთარაძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგა TV-სათვის. აქედან გამომდინარეა რომ ყველა ის